გვაქვს შემდეგი ამოცანა. გიორგის ამ თვეში 20%-ით შეუმცირდა ხელფასი, რამდენი პროცენტით უნდა გაეზარდოს მას ხელფასი, რომ საწყის ნიშნულს დაუბრუნდეს. ასეთ ამოცანებში, სადაც კონკრეტული რიცხვითი მონაცემი არ გვაქვს პროცენტის გარდა, მარტივი იქნება რიცხვის შემოტანა. 100. გახდა 80, ანუ 20%-ით შემცირდა. 100 იმიტოა კომფორტული, რომ ნებისმიერი რიცხვი 100-ისთვის იმავე დროს პროცენტიცაა, ანუ 20% ნიშნავს, რომ 20-ით შემცირდა. 25, 25-ით, 50, 50-ით. ახლა ჩვენი მიზანია, რომ 80 კვლავ 100 გავხადოთ, ანუ 20-ით უნდა გავზარდოთ. 20 ლარით. მაგრამ 20 ლარი 20% 80-ისთვის უკვე აღარ არის. ესე იგი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ რამდენი პროცენტითაც შევამცირეთ, იმდენი პროცენტით გაზრდა საწყის ნიშნულთან არ გვაბრუნებს ხოლმე. იმიტომ რომ სხვა საწყისი რიცხვი გვაქვს. ჩვენ რომ აქ შეცდომა მოგვივიდეს და კვლავ 20%-ით გავზარდოთ, 80-ის 20%-ით ვზრდით და 96-ს მივიღებთ. იმიტომ რომ 80-ის 20%-ით 16-ია. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა ასე დასრულდება, 80-ის რამდენი პროცენტია? 20. თუ კი ზეპირად გაგახსენდება, რომ 1/4 ნაწილი 25%-ია, პირდაპირ უპასუხებ, თუ არა და შეასრულებ დეტალურ გამოთვლას. შეკვეცავ 0-ზე, შემდეგ 2-ზე, აქ 4, აქ 5 და 4x გამოვა 100, საიდანაც x გამოვა 25.